და დრო ამოვიწიოთ ბატონი მიხეილ სარჯველაძე. ბატონო მიხეილ, გთხოვთ. ვიხარია რომ ჩვენთან სტუდიაში ხართ, მაყურებელს ყოველთვის აინტერესებს რა ხდება განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში. მობრძანდით ბატონო მიხეილ, გთხოვთ. ბატონო მიხეილ, 17 სექტემბერს მთელ სოფლიოში აღენიშნება პაციენტთა უსაფრთხოების სოფლიო დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მოდით ჩვენს მაყურებელს განვუმარტოთ თუ რას ნიშნავს ეს უსაფრთხოება და რას აკეთებს იმისთვის სახელმწიფო, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო პირობებში და უსაფრთხო ვითარებაში მოხდეს პაციენტთა მომსახურება. დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. საზოგადოდ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ალბათ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც პროფესიულ დღედ აღიქვამს თითოეული ექიმი. მე ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი დღე არ არსებობს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს ჯანდაცვას, ეს არის რა თქმა უნდა პაციენტის უსაფრთხოება. ეს არის მთავარი, რისთვისაც ექიმს აკითხავს პაციენტი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პაციენტის უსაფრთხოება ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა, უზოგადესი იმავდროულად, მაგრამ იმავდროულად ძალიან კონკრეტულიც. ეს არის რა თქმა უნდა მოიცავს იმას, რომ მიიღოს უსაფრთხო მკურნალობა, ანუ რომელიც უზრუნველყოფს მისი ჯანმრთელობისთვის უშეცდომო მკურნალობას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. უსაფრთხო პრეპარატს მოიცავს ეს მაღალ ტექნოლოგიას, ყველაფერს იმას, რაც საბოლოო ჯამში კარგი ხარისხის ჯანდაცვას. მთავარი მახასიათებელი ალბათ მაღალხარისხიანი ჯანდაცვისა უნდა იყოს რა თქმა უნდა პაციენტის უსაფრთხოება. აი ამიტომ თითოეული ფილტრი, რომელიც მაგალითად კლინიკაშია დამონტაჟებული, თითოეული პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რამე შეცდომა არ გაიპაროს პაციენტის შემთხვევაში, ეს არის ყველაფერი პაციენტის უსაფრთხოება. სერტიფიცირება, რაც ჩატარდა კლინიკების და საერთაშორისო აკრედიტაციები, ვინც მივიღეთ, თქვათ გიორგიც და მეთანხმება, საკმაოდ მკაცრი იყო აი ამ აკრედიტაციის პირობები. რაც შეეხება პაციენტთა უსაფრთხოებას, იგივე მედიკამენტების მართვას და ამ კუთხით სრულად აღმოიფხვრა მაგას სოფლიოს წამყვანი ქვეყნებიც ვერ იტყვიან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად წინ წავიწიეთ იმპორტირება მოხდა აი ამ წამყვანი ქვეყნებიდან აი ამ მექანიზმების, რასაც ქვია პაციენტის უსაფრთხოება. მთავარი აღინიშნოს, რომ აკრედიტაციის სისტემა, ნორმების იმპლემენტაცია, რომელიც პაციენტის დაცვაზეა ორიენტირებული, არა მხოლოდ პაციენტის აი თქვენ გადაცემაში რა კი ვარ ასე ვიტყვი, იმუნიტეტს ზრდის, არამედ მთლიანად ჯანდაცვის სისტემის იმუნიტეტს აუმჯობესებს და ზრდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საიდანაც არ უნდა მოდიოდეს წყარო, რა უნდა იყოს სახელმწიფო რეგულირების შედეგად, თუ მაგალითად პერსონალურად ვინმე მეტ განათლებას იღებს და გამორიცხავს საკუთარ საქმიანობაში შეცდომებს. ეს არის ყველა ნაბიჯი უკეთესი ჯანდაცვის სისტემისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი რამ. უბრალოდ რა საკვირველია მართებულია თქვენი რემარკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სისტემაში რასაკვირველია ყველა სახელმწიფოსთვის. ვინც კი ზრუნავს პაციენტზე, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მათთვის პაციენტის უსაფრთხოების თემები. შეცდომის თემიდან დაწყებული, სწორი რეგულაციების არსებობა, ისთან ბიუროკრატიული არ უნდა იყოს და ბევრი სხვა რა, ეს აქტუალურია ჩვენთვისაც. საქართველოს აქვს საკმაოდ გამართული ჯანდაცვის სისტემა. ეს არის რა თქმა უნდა ის, რასაც ვცდილობ რომ ავხსნა, ვცდილობ რომ დაუსაბუთო ჩვენ საზოგადოებასაც, სადაც სამწუხაროდ ცირკულირებს ისეთი ინფორმაციებიც, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გამოგონილია, ზოგიერთ შემთხვევაში სამართლიანი საყვედურის მიზეზს ბადებს, მაგრამ მთლიანობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის საკმარისად მდგრადი, საკმარისად ძლიერი საიმისოთ, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება. არის გამოწვევები, ამას ბუნებრივია, უნდა ვხედავდეთ და კიდეც ვხედავთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულოთ, მაქსიმალურად სწრაფად, მაგრამ ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად სწრაფად იქნას აღმოხმული. ეს როგორც ექიმი ვადასტურებ და როგორც პაციენტი, მინდა დღევანდელი გადაცემით, რომელიც პირველი გავა ეთერში, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მოდი რეკლამად არ ჩამითვალოთ იაშვილის კლინიკის გუნდს, სადაც ჩემი შვილიშვილი მკურნალობდა საკმაოდ მძიმე დიაგნოზით და ძალიან კარგი შედეგით გამოვეწერეთ. ეს იყო არაჩვეულებრივი ტანდემი ადამიანობის პროფესიონალიზმის გარემოსი და აი მიიღოს ჩემგან ვერ გამოვარჩევ ვერცერთს
მთლიანად მთელი იაშვილის კლინიკის გუნდს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პირდაპირ მნიშვნელობით ჩემი შვილიშვილის ხელახლა დაბადებისთვის და სიცოცხლის ჩუქებისთვის. ახლა ნება უნდა მომცეთ, რომ მეც შეუერთდე ამ მადლობას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არასდროს ვუშვებ შესაძლებლობას ხელიდან, რომ ექიმს, რომელიც მაღალ კვალიფიციურად, მაღალ დონეზე ოსტატურად შეასრულებს საკუთარ ფუნქციას, ესეთი უნიკალური ოპერაცია ჩატარდა იქ, რომ რა ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრ წარმატებულ ევროპულ თუ ამერიკულ კლინიკაში ესეთი ხარისხით იქ გადაზღვეული იყვნენ და რისკზეც წავიდა ქირურგი იქ და აი ძალიან ბევრი ესეთი რაღაცა გააკეთდა, რაზეც აი მიამაყება, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო წუთები. თუნდაც რეანიმაციაში რაც ხდებოდა, ასე რომ მე ვადასტურებ თქვენ ყველა სიტყვას. ენდეთ ჩემს სიტყვას, რომ ყოველდღიურად ახსავსია ჩვენი ჯანდაცვის აი პრაქტიკა, ყოველდღიურად დიდი გამარჯვებებით. რახან ბავშვი და ჯანმრთელობა ვახსენე და გადარჩენა და უსაფრთხოება პირდაპირ დაგისვამთ მეორე კითხვას. წლევანდელი სექტემბრის პაციენტთა უსაფრთხოების დღე იქნება განსხვავებული შარშანდლისგან. თუ არის რაღაც თემატური ცვლილება მიმართულებით, როგორც ვიცი, ეს ბავშვების და ახალშობილთა უსაფრთხოებაზე იქნება მეტად, ასე ვთქვათ, აქცენტირებული. რას გვეტყვით აი ამის შესახებ? კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალბათ ყველაზე მეტად ჰუმანურიც არის ალბათ რომ ნებისმიერ უსაფრთხო პაციენტის უსაფრთხოებაზე საუბარს რაწამს იწყებ ყოველთვის გესმოდეს რომ ყოველთვის ყველა წელიწადის განმავლობაში თავარი პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის ბავშვი. ამიტომ ყველაზე დიდი ინტერესიც რა თქმა უნდა ყოველთვის არის ისეთ შემთხვევებში სადაც პედიატრია მონაწილეობს, სადაც ბავშვი მონაწილეობს, ეს ყოველთვის ასეა, ეს ბუნებრივია და ლოგიკურია და სამართლიანიც არის მე ვფიქრობ. აი რაც შეეხება წელს რა შეიძლება იგეგმებოდეს, აი როდესაც ბავშვია საუბარი, მე პირადად არასდროს მიღწეულით კმაყოფილი არ ვიქნებოდი და არც ვიქნები. ვიდრე ერთი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს, სადაც გარკვეული შეცდომის გამო, გარკვეული სირთულის გამო, პრობლემის გამო, იმის გამო, რომ რაღაცის პროგნოზირება დროულად ვერ მოხდა და ასე შემდეგ, შეიძლება დამარცხდეს ექიმი, ასეთ არც ერთ შემთხვევას არ შეიძლება შევეგუოთ. ანუ ვიდრე საუკეთესო მაჩვენებლებამდე არ მივიყვანთ საქმეს, მანამდე ბუნებრივია არ უნდა გავჩერდეთ. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში აქვს არამც თუ შთამბეჭდავი, არამედ შესანიშნავი შედეგები, მათ შორის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ამაზე სტატისტიკა და რიცხვები მეტყველებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, მიღწეულით ვერასდროს დავკმაყოფილდებით, ვიდრე ერთი შემთხვევა მაინც შეიძლება არსებობდეს წარუმატებლობისა, ბუნებრივია ეს გავალდებულებს, რომ გაცილებით უფრო ყურადღებით და სულ მოტივირებულები ვიყოთ, რომ რაღაც გავაუმჯობესოთ და გავასწოროთ. ბატონო მიხეილ, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალ ტექნოლოგიური სერვისების მიწოდება რეგიონებში. ასეთი ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ, რა თქმა უნდა, რუხის საავადმყოფო, სადაც დაინერგა ბოლო თაობის ყველანაირი სერვისი, ყველანაირი, ანუ ფაქტობრივად აღჭურვილობა, რაც კი თანამედროვე მედიცინაში არსებობს ტექნოლოგიურად, შესახშული აპარატურა აქვთ. რუხის საავადმყოფო ემსახურება ხომ არა მხოლოდ სამეგრელოს, იქ აფხაზეთია. ეს საოკუპაციო ხაზის არსებობა არის განსაკუთრებული შტრიხი, განსაკუთრებული დეტალი, რაც ძენს რა თქმა უნდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას თვითონ ამ კლინიკას. იმიტომ რომ ეს არის ალბათ თავარი სავიზიტო ბარათიც, პირველი ასე ვთქვათ, რითაც ვაცნობებთ იქაურ საზოგადოებას, ვინც გადმოდის იქ მაცხოვრებელი, ჩვენი დები და ძმები. ვაცნობებთ რომ აქ ჩვენ შეგვიძლია ბევრი სიკეთის შექმნა მათთვის, უკეთესი პირობების, ვიდრე დღეს მათ აქვთ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის ძალიან კარგი განცხადება საიმისოთ, რომ პრაქტიკულად დავანახოთ ადამიანებს უპირატესობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა საქართველოსი, რასაც მალე უსურვებთ მთელ საქართველოს. უბრალო ამბავი არ არის, რომ რუხი მართლაც ჩვენი სიამაყეა. რუხის კლინიკა მართლაც არის სამაგალითო კლინიკა, რომელმაც ძალიან სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება შეძლო ამ ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში და იმავდროულად ეს არის კლინიკა, რომლის ექიმებსაც შეუძლიათ ძალიან ამბიციური გეგმების დასახვაც და შესრულებაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ვისურვებდი, რომ ძალიან სწრაფად შევძლოთ და იგივე და მსგავსი კლინიკები გქონდეს ყველა რეგიონის მასშტაბით. თუმცა აქაც პრიორიტეტების განსაზღვრა გვჭირდება, პრიორიტეტთა შორის უნდა ითქვას, რომ გადაუდებელი მედიცინა ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ
ყველა რეგიონში იყოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომი. თუმცა მარტო ინფრა მაპატიეთ რო ისე, მაგრამ დღეს ხო ინტერაქცია გვაქვს და თან პირველად არის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც მე გარეთ ისიც ვიცი, ხო? ყოველთვის აქტიურად არის ჩართული, ყველას პასუხობს ტელეფონზე, ყველას ამბავს კითხულობს, აი მუდმივად არის ჩართული. ძალიან აქტიურად ერთვება, კითხულობს, აინტერესებს, ჩართულია და ეს ძალიან მისასალმებელია, მიყვარს ესეთი მიდგომა საქმისადმი. და მარტო ინფრასტრუქტურა არ არის დასაკვირველია. სამედიცინო კადრები არის არასაკმარისი რაოდენობით. აი ამ კუთხითაც ალბათ რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვექნება გადასატკმელი. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ გარკვეულ პროფესიებში დეფიციტები შეინიშნება. თუმცა უნდა ვთქვა, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაწყებულიც არის და მომავალში ეს გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული სამზადისი საიმისოდ, რომ მაგალითად რეზიდენტურის რეფორმაზე ვიფიქროთ ახლო მომავალში. დიპლომის შემდგომი განათლების მიმართულებით აუცილებლად იქნება გარკვეული ნაბიჯები გადასადგმები. ერთის მხრივ ის გახდეს მეტად ინტენსიური, მეორეს მხრივ გახდეს ხარისხზე ორიენტირებული, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამბებია. კვალიფიკაციასთან ერთად აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებითაც, რომ მაგალითად განათლების სისტემის რეფორმის დიდი მიმდინარე რეფორმების ნაწილი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა, სამედიცინო განათლების მიმართულება და სხვა ბევრი რამ გასაკეთებელია ამ მიმართულებით. მაგრამ ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის საინტერესო მიმართულება, რასაც ვიკვლევთ და რაზეც ვფიქრობთ, რომ მუშაობა მოგვიწევს, ეს არის როგორ მოვახერხოთ რეგიონების უზრუნველყოფა კვალიფიციური სამედიცინო კადრებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული წამახალისებელი ინსტრუმენტები აუცილებელი იქნება საიმისოდ, რომ ექიმებს ერთის მხრივ არაუბრალოდ ვთხოვოთ და შევთავაზოთ, არამედ ინტერესი გაუჩინოთ, რომ ისინი ჩავიდნენ და რეგიონებში დიდი გამოცდილება შეიძლება აკრიფონ. სხვას თავი რომ დავანებოთ თავი, რეალურად ძალიან კარგი საქმის და მეთანხმები თუ არა, რომ საქართველოს შეიძლება გახდეს, თუმცა ბევრი მიმართულებით გამختარია სამედიცინო ხაბად. დიახასია. და ამ კუთხით ეკონომიკური ინტერესი, რომ სამედიცინო სტრუქტურა უფრო და უფრო განვითარებული იყოს და უფრო საინტერესო საზოგადოებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, რასაც ალბათ სახელმწიფო უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ სამედიცინო ტურიზმი ბევრ დარგში უკვე თავისით კარგად აეწყო, ბევრი კმაყოფილი პაციენტია და რატომაც არა, თუნდაც იგივე სამედიცინო განათლების კუთხით, ექიმების ხარისხის კუთხით ბევრ დარგში მსოფლიო სპეციალისტებს არ ჩამოუვარდებიან ჩვენი ექიმები. ესე იგი, უნდა ვთქვა, რომ საბედნიეროდ არის რამდენიმე მიმართულება მედიცინაში, ოფთალმოლოგია ერთ-ერთი სხვათა შორის, ან კარდიოქირურგია, სადაც პრაქტიკულად აღარავინ უცხოეთში არ ეძებს მაღალი ხარისხის მკურნალობას და სამედიცინო. ოფთალმოლოგია აიღეთ. კი ბატონო. ძალიან ბევრი მიმართულებით. ამდენად ინვიტრო განაყოფიერებაში ამ დარგში საერთოდ პიკში ვართ მე მგონი. ეს სასიხარულო ამბავია. ეს ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ აბსოლუტურად ალოგიკურია ცალკეული დარგების მიხედვით, როდესაც ადამიანებს აქვთ мотиваცია უცხოეთში ეძებონ მაღალი ხარისხის მედიცინას. სტომატოლოგია გამოჩნდა. აბსოლუტურად გეთანხმებით. სტომატოლოგიაში აქეთ ჩამოდის ადამიანი სამკურნალოდ, იმიტომ რომ ერთის მხრივ ენდობა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, აღიარებს, რომ ეს არის უზადო ხარისხის სამედიცინო სერვისი, რაც მიღებადია საქართველოში. ამიტომ ეს შეუძლებელია ახსნადი იყოს, რომ თუ გყავს კარგი კარდიოქირურგი, ოფთალმოლოგი, როგორ შეიძლება რომ არ კი და სტომატოლოგი და ასე, როგორ შეიძლება რომ მაგალითად ცალკეული დარგების მიხედვით არ მინდა აქ დავასახელო, ეს ხელმიუწვდომელი იყოს საქართველოში. მით უმეტეს, რომ მთელი საზოგადოებისთვის ხელის გულზე სატარებელი ექიმების, არაერთი ექიმის, დიდი ექიმების მთელი კოჰორტა, ხო? მთელი არმია ადამიანები, რომელსაც ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობაც მოდის. არაჩვეულებრივი, ეს უნდა ვთქვა, არაჩვეულებრივი განათლებით, არაჩვეულებრივი, ესე ვთქვათ, ხარტი მოქნილი გონებით. ეს არის, რა თქმა უნდა, უზარმაზარი, უნიკალური რესურსი, ეს კარგი ამბავია. უბრალოდ აუცილებელია, რომ ეს გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში იყოს სერვისი ხელმისაწვდომი. მაგრამ რა თქმა უნდა ის რომელიც უფრო მეტად გეგმიურია ასეთი ტიპის სერვისებს რაღაც გარკვეული რეგიონალიზაციის
გარკვეული პრინციპები დაჭირდება. იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში მაგალითად არ ვიცი სამიანო საქმე იქნება ეს თუ ნეიროქირურგია იქნება, ცოტა რაციონალურად ჭირდება გადაწყვეტა. იმიტომ რომ მაგალითად არ შეიძლება ყველა მუნიციპალიტეტში რო გქონდეს გარკვეული მიმართულება და თითოეულა პაციენტი იყოს, ეს რა თქმა უნდა დეკვალიფიკაციის მაღალ რისკებს ატარებს. იმიტომ რომ თუ ის ხშირად არ არის, ხელს თუ არ გაიწაფავს ექიმი, რა თქმა უნდა დრო თავისას შვება და ეს გარკვეული დეკვალიფიკაციის პრობლემას ქმნის. ბატონო მიხეილ, როდესაც ვსაუბრობთ პაციენტების უსაფრთხოებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია მათი, თქვენ არაერთხელ გააჟღერეთ ეს სიტყვა, მათი ინტერესების დაცვა, ბენეფიციართა ინტერესების დაცვა. რაც მაგალითად აი სულ ახლახანს წამოწყებული ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა სახელმწიფოს მხრიდან, ეგრეთ წოდებული ჩანაცვლების თერაპია, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა ბენეფიციართა ინტერესი. რო აგვიხსნათ რა ეტაპზეა ახლა ეს პროგრამა, როგორ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან სერიოზული გარჩევის და განხილვის საგანი იყო ეს ყველაფერი, რატომ სახელმწიფომ და რატო არა კერძომ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს არგუმენტი კიდევ ერთხელ რომ მოისმინოს ჩვენმა ტელემაყურებელმა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო ჩაერთო ამ ყველაფერში. დიდი მადლობა კითხვისთვის, იმიტომ რომ საზოგადოებაში იყო გარკვეული თავდაპირველ ეტაპზე, ასე ვთქვათ, გარკვეული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მათ შორის საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის იმ ნაკლოვანებების შესახებ, ნაკლოვანებას ოღონდ ძალიან მოკრძალებულად ვარქმევ ამ სიტყვას, რაც ცალკეულ შემთხვევაში, მაგალითად, კერძო ჩანაცვლებითი პროგრამებისთვის დამახასიათებელი იყო. მაგალითად ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ აი წარმოგიდგენიათ, რომ მიდიოდა პაციენტი ბენეფიციარი, როგორც გნებავთ ისე დავარქვათ, იხდიდა ფულს არც თუ იაფს და ყიდულობდა, ესეა გაფორმებული დოკუმენტურად 24 მგ ნარკოტიკს. შემდეგ სახელმწიფომ 15 აგვისტოდან შესთავაზა ეს მედიკამენტი უფასოდ, ასეთი ადამიანი მოვიდა და მოითხოვა 3-ჯერ ნაკლები დოზის მიღება. ეხლა შეგვიძლია ძალიან მარტივად დასკვნები გამოვიტანოთ, რატო იყო ასეთი 200 ადამიანი, რომელიც დაინტერესებული იყო ასეთ სქემაში მონაწილეობით შეიძლება. მოკლედ ეს ის ცუდი შემთხვევაა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ მე არ მინდა ყველას რეპუტაცია დავაზიანო და ყველაზე ასე ვთქვათ ხელი გავიშურო, მაგრამ დიდწილად ხელს უშლიდა კურნალობის წარმატებულობას ის, რომ ძალიან დიდი იყო კომერციული ფაქტორის გავლენა, კომერციული ინტერესი. ბოლო-ბოლოს საუბრობ რამდენიმე 10 მილიონი ლარის ბრუნვის მქონე ბრჭყალებში ბიზნესზე. ბრჭყალებში, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, რომ როდესაც მედიცინას ეხება საქმე, იქ ბუნებრივია მხოლოდ მანამ არის, ასე ვთქვათ, კომერციული ინტერესი შეწყნარებადი და გათვალისწინებადი, ხედველობაში მიღებადი, ვიდრე ეს არ ვნებს პაციენტის საუკეთესო ინტერესს. და როდესაც სამწუხაროდ დოზების მატების ნაცვლად, მატება გვაქვს სახეზე, ნაცვლად კლებისა. როდესაც ყავს ნული განკურნებული, მაშინ როდესაც იზრდება რიცხვი, ასე ვთქვათ, ადამიანებისა, რომელიც მეტს და მეტს მოიხმარს. ეს რასაკვირველია ნიშნავს იმას, რომ არასწორ რელსებზე იდგა ეს მიმართულება. აი ამ მიმართულებით დიდი გამოწვევები გვაქვს ამჟამადაც, ჩვენ პირველი ეტაპი კარგად დავხურეთ, ვფიქრობ, იმიტომ რომ უმტკივნეულოდ მოხდა, ასე ვთქვათ, ეს ტრანზიცია, მაგრამ რასაკვირველია, მთელი გამოწვევებით ახსავსე გზა გვაქვს წინ. რატომ? თავარი უნდა იყოს, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა ამ დარგის მიმართ, რასაც ნარკოლოგია ქვია. ფსიქოლოგიების მიმართ ნდობა უნდა გაგვიჩნდეს და უნდა ვეცადოთ და თავი უნდა მოვიკლათ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს განკურნებული. ეს ნიშნავს იმას, რომ რემისია, ანუ პერიოდი, როდესაც ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ არ იყოს დამოკიდებული ნარკოტიკზე. ასეთი ადამიანების დიდი სიმრავლე უნდა შევქმნათ, რაც შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით. საბედნიეროდ იმედით ვარ განწყობილი, რომ იქნებიან ადამიანები, ვინც საერთოდ შეძლებენ ამ სენის დამარცხებას. მაგრამ მთავარი არის, რომ იმედიც გაუჩინოთ ადამიანს. რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული და რწმენა შევძინოთ ადამიანებს. ექიმი რო ეტყოდა იმას, რომ არაფერი გამოვა, რასაკვირველია. რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ გამიზნულად უნდა ვიმუშაოთ თითოეული ინდივიდის გასაძლიერებლად საიმისოთ, რომ მათ შორის ნარკოლოგიურად, ასე ვთქვათ, სამედიცინო თვალსაზრისით დამოკიდებულების პრობლემის მოხსნიდან დაწყებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერის, რესოციალიზაციის მიმართულებით მხარდაჭერის, აი ყველაფერი ამით რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავაჩინოთ ისეთი, რომელსაც ექნება წარმატების ისტორია. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, რომ
რაღაცა რეპრესია მოგვეხდინა, ჩვენი მიზანი იყო, რომ რამ მაქსიმალურად შევწინააღმდეგობოდით ისეთ სინდრომებს, რომელიც იყო ნარკომანის გაჭირვებაზე ხელის მოთმობა. ეს არის მნიშვნელოვანი სხვაობა. ჩვენ არ ვერჩით პაციენტს, ჩვენ ვერჩით ადამიანებს, ვინც ხელს ითმობს პაციენტის გასაჭირზე. ბატონო მიხეილ, არის ასევე ისეთი დაავადებები, იშვიათი დაავადებები, რომელიც თითქოს არ ჩანს და ყველა ასეთ ბენეფიციარს, ყველა ასეთ პაციენტს იყო პერიოდი თავისი სახსრებით უწევდა ამ ყველაფრის დაფარვა, ამ ყველაფერზე ზრუნვა, მაგრამ აქაც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ეს ყველაფერი, ანუ ეს დატვირთვა. მაგალითად, გაფანტული სკლეროზი. ჩვენ საუბრობთ იმ ხერხებზე, იმ გზებზე და იმ გამოწვევებზე და რა თქმა უნდა უკვე ეფექტურ ნაბიჯებზე, რომელიც გადადგა სახელმწიფომ და ეს ინფორმაციაც რო მიაწოდოთ. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, აი ბოლოდროინდელი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იყო. არის სამწუხაროდ სწორად ბრძანეთ, რომ არის დაავადებები, რომელიც შეიძლება დიდი სიმრავლე არ აქვს, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს დიაგნოზი აქვს, უმძიმესი ხდება ყოფა. ასეთი არის მათ შორის ბავშვებში გავრცელებული ზოგიერთი გენეტიკური დაავადება, გაფანტული სკლეროზი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს და ძალიან სწრაფად პროგრესირებადი იყო. რამდენიმე წლის წინ ეს საერთოდ მკურნალობადი არ იყო. დღეს გაჩნდა შესაძლებლობა და ბუნებრივია, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება, რომ ყველანაირად მხარში დაუდგეს ადამიანებს, ვისაც ასეთი მკურნალობა სჭირდება. აქ რასაკვირველია, უბრალოდ ნებისმიერი სიახლის დროს სიფრთხილე მართებს სახელმწიფოსაც, იმიტომ რომ ის ვერ შევა ისეთი გეგმების განხორციელებაში, რომელიც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს. თუმცა ვითვალისწინებთ იმას, რომ რამდენადაც და სადაც შესაძლებლობა ჩნდება, რომ ხარში ამოუდგე მოქალაქეს, ბუნებრივია ეს უნდა გააკეთო. არის მაგალითად მედიკამენტები, რომელიც შემოდის, რომელსაც აქვს გარკვეული კვლევის პერიოდი გასავლელი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგიერთმა ქვეყანამ იჩქაროს და ძალიან სწრაფად დანერგოს საკუთარ პროგრამებში და ასე შემდეგ. ეს რთული პროცესია, ყველაფერი ამაში ბუნებრივია სამინისტრო ჩართულია და მაქსიმალურად რელევანტურია თავის ნაბიჯებში. ერთ-ერთი საამაყო პროგრამაა, რა თქმა უნდა, მათ შორის ის, რაც გახლავთ გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლისთვისაც უმძიმესი შედეგის გამომწვევი იყო, ძალიან მოკლე მონაკვეთში დროისა დიაგნოზის დასმიდან პრაქტიკულად სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცათ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და ჯანმრთელობას უსურვებთ მათ. ახლახან იყო მიღებული გადაწყვეტილება და ძალიან მალე ის რეალურად განხორციელებას დაიწყებს. არაერთი მედიკამენტი, რომელიც ესაჭიროება, თქვა ცისტური ფიბროზის მიმართულებით ბავშვებს, ესეც აიღო სახელმწიფომ საკუთარ თავზე და ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია. ასე მიუყვებით, ამით ბუნებრივია, რომ არ შემოვიფარგლებით და სამომავლოდაც გაგრძელდება სამომავლო ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ალბათ მთავარი, ჩემთვის პირადად სახელმწიფოს მთავარი ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთავარი ფუნქცია საზოგადოდ, რისთვისაც არსებობს სახელმწიფო. ის, ვისაც საზოგადოებიდან ყველაზე მეტად ჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა, აი მათთვის გვერდში დადგომა, ეს არის სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია. ბატონო მიხეილ, ჩვენ მოდით ასე ვთქვათ, მოგვეცით სიტყვა, რომ დრო რო გეკნებათ, კიდევ გვესტუმრებით. დიდი სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით. ჩვენ კითხვები არასოდეს გამოგველევა.